როგორ ვისროლთ CDM-ში უკეთესად ხედები? ტრეინინგ გრაუნდი დაგვეხმარება ამაში, რომ გაჩვენოთ რამდენიმე ხერხი. კაროჩე. ეს რაღაცები ავიღოთ red dot-ი, ეს გადამტენი, ბარელი უნდა ავიღოთ, სტოკი და ლაზერი რა. აი აქ ეხა უყურეთ. აქ არ ვიცი, ვისაც როგორ გაგიწოდებათ, ისინი ეგრე უნდა გეყინოთ. უყურე, კაროჩე. ტაპიდან მიყენია მე ჰოლძე ეს და პიკზე ჰოლძე მიყენია, მაგრამ ხანდახან ტაპზეც გადამახსოვნე რა. და advanced control-ებში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი რა. მე ვთამაშობ ეხა 14 პროექტი, კაროჩე და 90-დან უნდა დააყენო 80-ზე. CDM-ში ყველაზე კარგი ეს არის რა. და კლასიკში კიდე 90-ია, აი იმიტომ რომ უფრო მეტი ხედვა გჭირდება და უფრო კარგია რა. 80-ზე დავაყენებ ამას და sprint sensitivity უყურე. ესე რო ხარ, კაროჩე უცებ გარბის რა კაცი. უცებ გარბის და ეს რო გარბის, კაროჩე იმდენად ხედები ვერ მიაქვს იმდენად ხოზე. ამას დავუწევთ დაახლოებით 85-მდე. აი ასე. აი როგორც ვთქვით, უკეთესია რა. კიდევ ერთხელ შევათვალიერეთ, აი ესენი მიყენია M4-ზე. და კიდევ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის. ესე ამეების ჩართვით შეიძლება ხედები ვერ წაიღოს ეგრევე რა. იმიტომ რომ გამოცდილება გჭირდება. ხო და ტრეინინგ გრაუნდში რო შემოხვალ, კაროჩე, ბევრს ივარჯიშებ რაღაცა, მიეჩვევი და კიდე აი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ერთ-ერთი ეს. სიტყვაზე აქედან მოვდიხარ და ესე კაც რაშავ რა. და აი ეს შუაში წითელი რაც არის, აი ეს. კაროჩე, ეს თუ დაბლა გექნება და ისე და რაშავ ესე ვერ წაიღებს რა. ანუ ყოველთვის უნდა იცადო, რომ კაცის თავის სიმაღლეზე ქონდეს აკეთები რა. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ეს და ბევრი არ ითვალისწინებს ამ ფაქტორს, კაროჩე. ეხლა რაც შეეხება sensitivity ზოგში. ყველას ჯობია რომ თავისი დაყენებული sensitivity ეყინოს. შენით რო აწყობ უფრო უკეთესია რა. აგერ მე მიყენია ესე რა. და გიროსკოპი კიდე 400-ზე მიყენია. და ესე რა. ჯობსა თქვენით დააწყოთ, რომ უკეთესი იქნება აი ტოქში რა. და კიდევ ერთი ფაქტორი რა. აი 400-ზე რომ მიყენია, უყურე. აი ესე უნდა გააკეთო რა. უნდა ამოძრავო უკეთესი ეგაა კიდე. თუნდაც რომც ჩაიკუნტო მაინც უყურე. უკეთესია და კიდევ ერთი რამ. ესე ხო უყურებ ხა კაცს, რო ჩაიკუნტები უყურე, შუაში წითელი ჩამოდის დაბლა. ხო და უნდა იცადო რომ ჩაკუნტის დროს შემოწყვეტო რა. ესე. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ეგეც რა. აი როგორც ხედავთ უკეთესად მიაქვს რა და გამოცდილება და ვარჯიში გჭირდება, ცოტა დრო გჭირდებათ რომ უფრო დაამოღამოთ ეგეთი სროლა. მოკლედ სულ ეს იყო, ვისაც მოგეწონათ ვიდეო, არხი გამოიწერეთ, დაალაიქეთ და კიდევ რამე თუ გაინტერესებთ, მითხარით და რაც ვიცი ყველაფერს გასწავლეთ და დავდებ ტუტორიალს, აბა დროებით.